პოლონელ ხალხს პრეზიდენტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. CNN-ის ეთერში საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ლეხ კაჩინსკის როგორც პიროვნების და პოლიტიკოსის ღირსებებზე და ხაზი გაუსვა მის წულ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ევროპელ ლიდერებთან ერთად ვიზიტიც გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა დედაქალაქი დაბომბვის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. განადგურებული ვარ ამ ტრაგედიით. პრეზიდენტი კაჩინსკი იყო ჩემი დიდი მეგობარი. ის დიდი დანაკარგი არა მხოლოდ პოლონეთისათვის, არამედ ჩემი ერისთვისაც, რადგან ის იყო საქართველოს გმირი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის გმირი. მინდა უთხრა პოლონელ ხალხს, რომ ისინი მარტონი არ არიან. ქართველი და ბევრი სხვა ერი გლოვობს მათთან ერთად. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც ლეხ კაჩინსკიმ საქართველოსთვის გააკეთა ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. ყოველთვის, როცა ჩვენ გვჭირდებოდა დახმარება, პირველად სწორედ მას მიმართავდით. ის ჩამოვიდა საქართველოში, როცა ჩვენ გვბომბავდნენ. მას აურჩევდნენ ჩამოსვლას, მაგრამ მან შეკრიბა ევროპელი ლიდერები და მაინც ჩამოვიდა. ეს გააკეთა პირადი რისკის ფასად. გამოიჩინა დიდი სიმამაცე, დადგა ხალხის გვერდით და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად დაიცვა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ის თავისუფლების, სიმამაცისა და მომავლის სწორი ხედვის განსახიერება იყო. მას ძალიან უყვარდა პოლონეთი, თავისუფლება და ჰქონდა უნარი ხვარებოდა სხვები. ეს ის თვისებები არის, მიბაძვასაც ვისურვებდი. ლეხ კაჩინსკი დიდი პოლიტიკოსი, პიროვნება და ადამიანი იყო. ჩემთვის რომ ეკითხათ, ვინ ითამაშა ყველაზე გამორჩეული როლი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, პირველ რიგში ლეხ კაჩინსკის დავასახელებდი და ეს არ არის გაზვიადება. ჩვენ გვინახავს მისი სიმამაცე და ერთგულება, მისი სიმტკიცე, პრინციპებისადმი ერთგულება. ის დიდი მებრძოლი იყო და ვფიქრობ, მისი იდეალები გაიმარჯვებენ და დაამარცხებენ ბოროტებას.